პირველი ვიზიტით და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას. Ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ჩვენ ახლა ვიწყებთ ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების memorandumის ხელმოწერის ცერემონია. Türkiye Cumhuriyeti adına Enerji ve Tabii Kaynaklar Bakanı Alparslan Bayraktar, Gürcistan adına Gürcistan Başbakan 1. Yardımcısı Ekonomi ve Sürdürülebilir Kalkınma Bakanı Levan Davitashvili, Türkiye Cumhuriyeti Enerji ve Tabii Kaynaklar Bakanlığı ile Gürcistan Ekonomi ve Sürdürülebilir Kalkınma Bakanlığı arasında enerji alanında işbirliği mutabakat zaptını imzalayacaklardır. საქართველოს მხრიდან ურთიერთგაგების memorandums ხელს მოაწერს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბატონი ალფარსლან ბაირაქტარი. Anlaşmanın imza töreni sona ermiştir. Arz ederim. ურთიერთგაგების memorandumის ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. დიდი მადლობა. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, დელეგაციის წევრებო, პრესის წარმომადგენლებო, მოგესალმებით ყველას მთელი გულით და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას მასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე და თქვენი დასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან სლოვაკეთიდან საშინელი შეტევა მოხდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ბატონი ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ ნებისმიერი მშვიდობის დამრღვევი ფაქტის წინააღმდეგ დგომას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ 10 დღით ადრე და აქვე მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში დაინიშნა და წარმატებებს ვუსურვებ. დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და კეთილდღეობას. ასევე გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, ქართული ხალხის საუკეთესო ინტერესებით. პრესის წარმომადგენლებო, გასულ წელს ჩვენ 3 მილიარდი დოლარი მაჩვენებელს მივახსენეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში.
ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მიუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუადერეფნის ხერხემალი და იმ ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება. და ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშაებთ იგივე წარმატებით. ბატონ პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა აეროპორტის მშენებლობაში, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც ავუთვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. და ასევე ორგანიზებული დანაშაულის და ტერორისტული ორგანიზაციების განსაკუთრებით ფეტას და PKK-ს მიმართულებით დავბედეთ ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ. იმისათვის, რომ ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს, მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლობთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას. პრესის წარმომადგენლებო, ჩვენი შეხვედრის დროს პრემიერთან ჰქონდა საუბარი რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე. ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზა სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს სადგას საერთაშორისო თანამეგობრობა. და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე და ყველა ქვეყანას მოუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრობა, ესე გააკეთოს. ჩვენი საუბრის დროს გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე. ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ხაზი გაუსვით მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში და ამ მიმართულებით აღვთვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელოთ მუშაობას. ჩემი მოსაზრება, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის. პრესის წარმომადგენლებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდში ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში. და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი მატჩით 18 ივნის დორტმუნდში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ორივეს წარმატებას ვუსურვებ წინასწარ და სანამ დავასრულებ, მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ პრეზიდენტო, მადლობა მედიის წარმომადგენლობა, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალურ ვიზიტით პირველად სტუმრობდა მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა ამ პარტნიორობას ყველა ძალიან უთხრობებით. ჩემთვის განსაკუთრებული
პატივია სტუმრობდე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს, თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, გვმობთ თავდასხმას პრემიერ-მინისტრ ფიცოზე და სლოვაკეთის პრემიერს უსურებ მალე გამჯანმრთელებას. თქვენ აღმატებულება სურს მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოს და თურქეთის შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრეები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე და პირადად თხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება და იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება. საქართველოს მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით მინდა აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავხადო პირადად პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ. მე ეს აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. არაერთხელ გვითხოვს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვას მზადყოფნას თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ საქართველო მზად არის გააგრძელოს სრული შეტანა რეგიონში მშვიდობასა და საბოლოობაში. უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში გქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც არიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესრულების პოვნაში. რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც არიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეული იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ მივიმშელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ომხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოსთან ექსპორტის მნიშვნელობაზე, ზოგადად ომხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე. თვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და ეს მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის სამხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივსცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. ასევე გვქონდა ჩვენ საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა
საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორც არის თანამშრომლობა იგივე განათლების სფეროში, თავდაცვის სფეროში, უსაფრთხოების სფეროში, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, მე ასე ვფიქრობ, საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა. Ben de çok teşekkür ediyorum ve inşallah მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. იმედი მაქვს, რომ საგარეო ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის 3.5 მილიარდიდან გაიზრდება და აცდება 5 მილიარდს. განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე ინვესტორი ამჟამად 300 ინვესტორია თურქეთიდან საქართველოში და გამუდმებით უწყვეტად ახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ კითხვები დღეს არ გვექნება. დიდი მადლობა პრესას, ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.